საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა დღეს ჟურნალისტებს 3 მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა. Პირველი მოადგილის თანამდებობას დღეიდან ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატი და ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარიშვილი დაიკავებს. მოადგილეება დაინიშნენ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ვეტერანი ხელბურთელი თამაზ თევზაძე და ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე. კიდევ ერთი მოადგილის პოსტზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი მოთამაშე გია რაფავა დაინიშნა, რომელიც ამჟამად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ინგლისში იმყოფება. პრესკონფერენციაზე მინისტრმა და მოადგილებმა განაცხადეს, რომ სამოქმედო გეგმები ჯერ დამუშავების პროცესშია და დეტალურად მასზე საუბარი მოგვიანებით შეეძლებათ. პირველ რიგში ეს ჩვენი შერჩევა იყო პროფესიონალობიდან გამომდინარე, ასევე ავტორიტეტულობა, რაც ამ პიროვნებებს გააჩნიათ და პირველ რიგში ეს შერჩევა იყო გამომდინარე ამ ადამიანების პატიოსნებიდან. ასე რომ მე მგონი საზოგადოებას კითხვები არ გაუჩნდება 4 ადამიანთან მიმართებაში და მე მზად ვარ ყველანაირად ხარში ამოვიგე ამ ადამიანებს, როგორც ეს ადამიანები ამომიდგებიან მე. ეს უპირველეს ყოვლისა ეს არის ისევ და ისევ სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც არის კატასტროფულ მდგომარეობაში, შეიძლება ითქვას, და მეორე პრიორიტეტები ეს არის სპორტის სპეციალისტების და შესაბამისად ეს პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, ეს იქნება უნივერსიტეტის დაფუძნება, შექმნა, ანუ ის სამჭედლო, რომელიც აუცილებელი არის სპორტისათვის.